ადამიანები რომ მიცოდნენ რამდენ ენერგიას, რამდენ დროს და რამდენ უაზრო გრძნობას ხარჯავენ სრულიად სიგიჟეში და რო აცნობიერებდეს ამ ყველაფერს. ზუსტად იქამდე მივიდოდა რომ დატკბეს ყოველი წამი ამ სიტყვის მნიშვნელობა გააიდეალოს, მაგრამ ამას სანამ არ მიხვალ იმ დონემდე რომ გააფასო ყველაფერი რაც გაგაჩნია შენი ცხოვრების ნებისმიერი რამ რაც გაგაჩნია გრძნობა, ემოცია, ჯანმრთელობა, ყველაფერი უნდა დააფასო. შენ რაც გაგაჩნია შეიძლება და რასაც არ აფასებ, შეიძლება სხვა იმას ნატრულობდეს, თუნდაც ჯანმრთელობას. შენ რო გაგაჩნია სიტყვაზე სახლი, ბინა, სხვა შეიძლება ქუჩაში იყოს. ანუ იმიტომ ვიძახი რომ უნდა დააფასო რაც გაგაჩნია. გრძნობებიც ასევე. თუ შენ გაგაჩნია სიყვარული, ყოველთვის უნდა გაუფრთხილდე მას, ამ საგანძურს, რაც შეიძლება ამ სამყაროში იპოვო. ან სიყვარულის შეგრძნება, არასდროს არ უნდა დაკარგოს სიყვარულის შეგრძნება. ყოველთვის უნდა იყოს კარგი, კეთილი. არ უნდა გაბოროტდე არანაირ სიტუაციაში არ უნდა გაბოროტდე. რაც არ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში. რადგან ეს ყველაფერი ყოველთვის ბოლოს გამოიღებს შედეგს. ბოლოს. ამ სამყაროში არა, სხვა სამყაროში. თუ შენ გაგაჩნია სიყვარული, საყვარელი ადამიანი ყავს, არ აქვს მნიშვნელობა. კაცი ხარ, ქალი ხარ. არ აქვს მნიშვნელობა. გაუფრთხილდი ამ საოცარ სანატრელ გრძნობას. ხშირად ჩახედეთ თქვენ საყვარელ ადამიანს თვალებში იმას, ვისაც გიყვართ. ხშირად უთხარით რაიმე ხო არ სჭირდება, რაიმე ხო არ აწუხებს. გაუფრთხილდით ამ მომენტს. ის ყველაზე ძვირფასი გრძნობა, რაც შეიძლება ადამიანმა ამ ცხოვრებაში განიცადოს. სიყვარული. რადგან როდესაც დადგება დრო წავალთ სხვა სამყაროში, იქ მხოლოდ შენი მოგონებები და შენი განვლილი გრძნობები გაყვება. მეტი არაფერი. არც ფული, არც მანქანა, არც სახლი, არანაირი ქონება შენს გვერდით არ იქნება. მხოლოდ შენი მოგონებები და გრძნობები, რაც განიცადე ამ სამყაროში. რაც განიცადე. წარმატებებს გიცურებთ.